ვაკეთებ ოთხშაბათის შემოვლას. მოგესალმებათ თქვენი შაბათის მებაღე. უყურეთ, ამას უკვე წამოუვიდა, ეს არის ვერონიკა, ფუქსია და ქვემოდან წამოუვიდა უკვე ყლორტები, ცოტა თებერვალია და ცოტა ადრე დათბა შეიძლება მოიყინოს, თუმცა უკვე უნდა გადავჭრა, მაგრამ დაველოდები ცოტა ხანი კიდე, მაინც ეს ზედა მასა იფარავს ყინვისაგან ასე თუ ისე. ლავანდა ვარდისფერი, lime cypress-ი, ჯერ არ ამოსულან და ძალიან გვიან ამოვლენ კროკოსმიები. ეს არის გასამარგლი მაქვს, უკვე უნდა დავიწყო. აქ ლილიები მაქვს, იყოს ეს ჯოხების სახით, რომ გამარგვლის დროს არ ამერიოს. ესაც არის ლილია მარადმწვანე კანდიდა. აქ უფრო მაქვს აღმოსავლური ლილიები, მოცხარი, ვარდმა ნახეთ, უკვე კვირტი გაიკეთა. ანუ მე 3%-იანი ბორდოთი ვეღარ შევწამლავ ამას. იქ არის, ეს არის ყვითელი, ვითომ მარადმწვანე, ჩემთან ნახევრად მარადმწვანე, ის რა ქვია მაგას, ალისუმი. ეს აპრილში აყვავდება. აი აქ თეთრი კამპანულა მაქვს, მარადმწვანე ნიადაგმფარავივით იქცევა მთელი სეზონი, გარდა პერიოდისა, როცა ყვავილობს და მაღალ ყვავილებს იკეთებს. ეს არის ფიჭვი, დაბალი იზრდება ოღონდ ეს ფიჭვი. თუ გამახსენდა სახელი დავაწერ, ეხლა არ მახსენდება ხოლმე რაღაცეები. საყვარელი არმერია, ეს მარადმწვანესავით იქცევა, ბუშმალა და ვარდი ედემროუზი, პიერ დე რონსარი. ამანაც უკვე კვირტები გახსნა და ამასაც ვერ შევწამლავ 3%-იანით, სავარაუდოდ 1%-იანით შევწამლავ. წელს ვერ მოასწრო ფოთლების დაყრა, რაღაცა უცნაური ზამთარი იყო. ამას ვსხლავ შრაბის ტიპად. ანუ ამოვაცხლი ჯერ ყველაფერს, რაც შიგნით იზრდება, რაც ერთმანეთს ეხახუნება, რაც დაზიანებულია, დავადაბლებ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ყლორტებს ისვრის. და აქ არის ტუიები, კონიკა და ჩვენ და აი ეს არის ღვია, ეს არ შეგეშალოთ კონიკაში, ეს არის ღვია. საკმაოდ მოსავლელია, არაფრით არ უნდა გაიკეთოს ჟანგა, რადგან გადადის მსხალზე და ვაშლზე. ფიზოკარპუსებს ჯერ არ გაუღვიძე, ამათ 3%-ით შეწამლა შეიძლება, ესაც ფიზოკარპუსია. და გაჩვენებთ აგრეთვე ვარდების ხვლას. არ გაუღვიძია არც ვეგელას. ესენი გაზაფხულზე ყვავის, იქ მაქვს მეორე ვეგელა. ეს ვეგელა არ არის, ეს არის, გამახსენდება და დავაწერ. აი თუ გახსოვთ, ზამთარში აი ეს თოვლმა გადაჩეხა ეს როზმარინი, რომ აი ესე იყო გადაჩეხილი თოვლი ედოზე, რომ გამანთავისუფლე გითხარით, აღდგება, მეთქი ამის საშიშროება არ არის, მაგრამ ძალიან უჭირს წამოდგომა, როცა თოვლი გადაშლის ტუიებს. ტუიები როგორც გითხარით, მე რეგულარულად ვჭრი, მკვრივად ვჭრი და ვერ ერევა თოვლის საფარი, თუმცა მასაც გააჩნია. ფესტუკები ესე გამოიყურება, ხა გასასუფთავებელი და დასავარცხნია. ეს ჩემი ტყემალი, ველური, აი ესე გამოიყურება ცინარერიები, ცოტას და გაცოცხლდებიან, გვერდზე არის მიხაკი. ამის სახელსაც დავაწერ. დამავიწყდა. აი ეს ნიადაგმფარავები, სედუმები, ისე ლამაზად ყვავის გაზაფხულზე, ამას აუცილებლად გაჩვენებთ, ბზაც ფანტასტიურად გამოიყურება.
ეს ვერონიკაც გადასაჭრელი მაქვს იქ ზემოთაც. ესენიც უკვე შეიძლება გადავჭრა, ეს ყინვამდგრადია და შეინარჩუნა იქ ქვემოთ კვირტები ესე დუმი. იუკამ გაიკეთა ყვავილი აგერ. ოპლა. და გაგლილეინიკები მაქვს. ეხა მოდით მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ნიადაგმფარავები. ეს მიხაკი, ობრიეტა. აქ რაღაცები მაქვს ჩარგული და ჯოხით მაქვს მონიშნული რომ არ გავმარგლო. დაკ. ეს არ ვაკალმებ, აქ მონიშნული მაქვს რაღაცა გამხმარი ვარდით. აი ესე ფლოქსები, ნიადაგმფარავი, ესე გამოიყურება. სპირია გამახსენდა ეს წეღანაც, აი სპირია მას ვადარე კვირტები გაიკეთა, Mountain Globe-ია ეს. ეს მარაწვანედ გამოიყურება 9 ტყავა, 9 ტყავა ვიცით რომ არის როგორც ხვია რა ყვავილოვანი. ესეც ყვავილობს, მაგრამ უმნიშვნელოდ. ისევე ესეთი ბუჩქით. აი ნიადაგმფარავი. არაბისი. ეს ახლა აპრილში სულ თეთრად დაიფარება, ჯერ ახლა გახსნა კვირტი. აბელია. ეს ცისფერი ღვია ნიადაგმფარავია ესაც. ესენი უკვე ვიცით ეს სცენარეები, ესაც ვიცით. ანუ ბევრი სამუშაო მაქვს, ახლა ბევრი გადასაჭრელები. კოწახური ატავური ჯერ არ გაუღვიძია. ისევე როგორც ტუმბერგისას. არც გაუღვიძია. ვეგელას ეს ულამაზესი ბუჩქი იქნება. მაისის დასაწყისში გაჩვენებთ, ვარდი გადასაჭრელია. აი ეს არის მხერხავის ნიშანი. თუ დავაფოკუსე. უი, აი ეს. უი. ღმერთო, სად არის? აი ეს აი. შიგნით შეძვრა. გადასაჭრელია, დაზიანებები მოსაჭრელია. კორნუს ალბა, შინდი. ჰორტენზია ესე მაქვს გასხლული. დაკ მე მინდა გაჩვენოთ მეორე ჰორტენზია. ეგ იყო თეთრი ბურთულებით რომ ყვავის ეგ უფრო მდგრადია ყინვის მიმართ. ეს მეორე ჩვეულებრივი ჰორტენზია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც გახსოვთ ახალი ენერგია შემოდგომაზე ჩავრგე ქოთნიდან, არ ვიცი რა ქვია, ბებოსგან ვიყიდე და როგორც ხედავთ, კვირტები ცოცხალია. ეხლა თუ არ დაარტყა მარტში. წყავი ფანტასტიურად გამოიყურება. ეს არის წითელი წყავი, აგერ შავი წყავი. აყვავდა ზამთრის ჟასმინი, აქ როგორც იცით ცოცხალ ღობეს ვაპირებ. ფანტასტიურად არის ფაცია. სემს გაუღვიძია. მას ბევრი ამონაყარი აქვს ხოლმე, აქ ცოტა ისეთი მცენარეები მაქვს, რომელიც აგრესიულია, გადადის აქეთ იქით. Bia Bridges, აკანტუს მოლის. აი ესე პირდაპირ რო ვჭრი, აი ესე პირდაპირ ვარჭობ მცენარეებს თავის ადგილზე, განსაკუთრებით ბუჩქოვანებს ეს არაფრით არ უჭირთ და ხარობენ. ესე რომ არაფრით ბოთლებს რაღაცებს არ ვაფარებ. იმედია ვერონიკა არა. ვერბენა ბანარიული დაითესა, ეს დავტოვე. ესენი ფანტასტიურად არიან, ამათ გადაჭრა არ უნდა. და დავარცხნო, აქ ვითო გავმარგლი და კიდე გასამარგლია. გლილეინიკები მაქვს. აი უყურეთ, პირდაპირ გიჩავარჭე. როზმარინები ხუი არა. მაგრამ ესე ზოგჯერ
არ მიმართლებს ხოლმე. თუ უი, ესენი ყაყაჩუებია და იმიტომ დავტოვე და მოგწო რატო ამოვაძრე. Так. ლავანდები, როზმარინი, მარწყვი ესე გამოიყურება. უკან მაქვს ცოცხალი ღობე ჰიბისკუსების, ორი ფერის, თეთრი და ცისფერი. ახალი შავი მოცხარია ეს. კვირტები გამოჩნდა. ორი ძირი მაქვს, წინ როგორც გითხარით, წითელი ძირი. პატარა ბოლოწეული, ამ ხარეს ახლა ვაკეთებ. ეს არის ისევ ჰასკაპი ოღონდ ნაყოფის მომცემი, 9 ტყავა. ეხა მალე გაიღვიძებს, სხვათა შორის ამას ეს მე-5 წლიდან მომცემს მარტო ნაყოფს და ეს ყველაზე პირველი ხილი, ანუ კენკრა, რომელიც მოდის გაზაფხულზე. ჯერ მეორე წელია, კიდე უნდა დაველოდო. ამათ ეს ქონდარი დეკორატიული წინან. აქ მაქვს ლურჯი მოცვი და იმედი არ მაქვს, რომ აქ მე რამეს უზამ ამ ლურჯ მოცვს. ნიადაგი უნდა მჟავე. ძალიან დიდი იმედი არ მაქვს ამის. ხილი შედარებით დიდმა ძირმა გაიკეთა უკვე საყურეები და იმედია მაჩვენებს. ნიშანს მომცემს როგორი იქნება. ორი მაქვს ჩარგული ფეიხუა. ფეიხუა დასავლეთ საქართველოში მარაწვანია, ჩემთან არა. ეს უნდა შევწამლო, შეიძლება 3%-იანით ჯერ არ გახსნილა. ეს თუ გახსოვთ, ვიდეოც მაქვს. არაოკარია ჩავრგე და ვთქვი, რომ საშიში იყო იქ. როგორ ვიყიდეთ, ისი დომინოში იყო, ძალიან სერიოზულ ფასდაკლებაში საცოდავად გამოიყურებოდნენ. და თან წამონაზარდი ჰქონდათ ქოთანში, რომელიც ანუ ტორფიან ქოთანში. კიდევაც ვთქვი, რომ ეს ბოლოები წამონაზარდები რო ქონდა დაწყებული, ესენი ვერ გაიხარებდნენ, მაგრამ საერთო ჯამში ეს მოსალოდნელი იყო აბსოლუტურად 100%-ით ველოდი. დანარჩენი იქნება ფანტასტიურად გაიხარებს. Так, აქაც თავში და ბოლოში ღობის საკმაოდ შეუხედავად გამოიყურება ეს ნაწილი. ჯერ აქეთ ვერ მოვედი, რომ ესეთი კაპიტალურად დავგეგმო და გავაკეთო. ესაც კოწახურია. ერთოდ გამახსენდება სახელი და დავაწერ. ეს ბალი, რომელიც გითხარით, რომ შაშან ჩავრგე და ეხა გაზაფხულზე გადავჭერი, რადგან შემოდგომაზე ჩარგულს რო ეკვება, აქეთ მხარეს არა აქვს კვირტი. აი აქეთ ხარეს და ამიტომ ცოტა მაღალზე გადავჭერი ამ სიმაღლე არ მინდოდა. და აბა როგორ გამოიყურება ყველაფერი დანარჩენი. ეს პატარა ბუშმალა კურკიდან გახარებული. აქ მაქვს როგორც გახსოვთ ჟოლოები, ჯერ არ ამოსულან. მთლიანად ძირში მაქვს გადაჭრილი. ქარის ვაზი სავარაუდოდ ქიშმიშის. აი ვაზის გასვლასაც გავაკეთებ, თუმცა მე პროფესიონალი არა ვარ და გაჩვენებთ, თუ რამე შენიშვნა გექნებათ. აუცილებლად მიმითითეთ. ეს არის ნუში, რომელსაც ძროხა მოაჭამა თავი და მძლივს გადარჩა. ეს არის გახსნა ბუდლია ფანტანმა, ეს ფანტანივით არის და გაზაფხულზე ყვავის ულამაზესია. ხო, გამახსენდა ჰორტენზია, საგვილა ჰორტენზიები ქვია იმ ჰორტენზიებს. ესაც გადასაჭრელია მის კანტოზებრი ნუსი, მაგრამ ჯერ ვაცლი, იმიტომ რომ სითბოს მოყვარულია და ეს იფარავს ეს მასა ზემოდან, მაინც დაველოდები რომ გადაიაროს. მარტის შუა რიცხვებმა მაინც ყინვებმა პერიოდულად შევამოწმებ, ოღონდ სანამ ამოვა ძირიდან ახალი ტოტები, იმიტომ რომ დავაზიანებ. ირმის რქა, რომელიც აგრეთვე ძროხამ გადამიჭამა მეზობელმა მენახირემ, შემოუშვა ძროხები წინა ზამთარს ჩემ
ეზოში უსინდისო კაცი. უნაბი უნდა გქონდეთ 2, ერთი მაგ აგერ მეორე აქ. მაყვალი უკვე ნაყოფი რომ მომცა, შემოდგომაზე მალევე გადავჭერი და ფორმირება გავუკეთე, თუმცა უნდა მოვიდე და ვნახო როგორ გამოიზამთრა, რა ხდება და დავაკორექტირო. ხეხილზე მქონდა ვიდეო ჩაწერილი და იცით, მინდა გაჩვენოთ ოლეანდრები, აბა როგორ გამოიყურება თქვენთან ერთად გავხსნი. ჩემთან ოლეანდრს უჭირს გახარება. პატარა ნანდინა, ესეც შემოდგომაზე ჩავდგე და გავვნახოთ. როგორც ხედავთ, ორფენაში მაქვს ეს ტომრებში. გავანია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამას ისევ შევფუთავ წინ საშინელი მარტიმელის. ეს მე ცალკე მივხედავ. ცოცხლებია, ცოცხალი. ფანტასტიკური. მოდი ხა გავხსნა გავანიავებ. ესაც ჰასკაპებია, პირდაპირ ჩავარჭე, მინდა გითხრათ, ეს 9 ტყავები წეღან მარაწვანე ბუჩქი რო გაჩვენე და აქ პაკეტებ მაგით ცოცხალობას პირდაპირ ჩავარჭე და ესე ამოდის რა ხარობს. საერთაშორის ვარდის გახარებასაც გასწავლით. კედარი. აი. ამათ უნდა ეყვავილათ, მაგრამ საშინელი ზამთრის გამო სულ მოეყინათ თავები იფშუნება. ეხლა უნდა ყვავილობდნენ და სხდომელი უნდა გქონდეთ. ძალიან ცუდი. მე აქ რა ჩავრგე. ის თუ თეთრი მახსოვს, გირლიანდა ამური, აქ ჩავრგავდი ვარდისფერს. გავიხსენებ რას, ვაკეთებ, უკვე აღარაფერი მახსოვს. და ესენი მე გასასვლელი. მაშასე რას ვაპირებ? უნდა გავსხლა 3%-იანი ბორდოთი ვერ მოვასწარი შეწამლა, თუმცა კაია რომ შემოდგომაზე შევწამლე. ანუ მთელი და ისინი სოკოები შემოდგომაზე მოხსპეთ, თუმცა ეხლა მალე გაიღვიძებენ ეს სოკოებიც. 1%-იანი შევწამლავ რომ გადავჭრი. ხეხილი მინდა ზეთოვანი ინსექტიციდით შევწამლო. გადაჭრილია უკვე. ეს არის გამოძინებული მავნებლების წინააღმდეგ, რომელსაც ძინა მთელი ზამთარი ქერქის ქვეშ მცენარის. ეს უნდა მოვასწრო სანამ დაიბერება კვირტი. მე 2 კვირაში უნდა 3%-იანით თუ კვირტი არ დაიბერა შევწამლო თუ არა და ესაც 1%-იანში მოხდება, ისე 3%-იანი წიწვოვანებთან არ იხმაროთ. და საკვებს მივცემ მხოლოდ როდესაც პატარა ფოთლები გამოჩნდება, როდესაც აღარ ველოდები უკვე ყინვებს, ჩემთან ყინვები იცის, დაბრუნება იცის ყინვებში, შაშან მაისის დასაწყისში მომიყინა ყველაფერი. ამჯერად დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.